აქციის ძირითადი მიზანი იყო პარლამენტში ერთი წლის წინ შესული კანონპროექტის მხარდაჭერა. ჩვენ გვინდა რომ პარლამენტმა დაასრულოს ამ კანონპროექტზე მუშაობა და მიიღოს ის, რადგანაც ყოველდღიურად მისი გადადება უფრო მეტ ტრავმატიზმს, უფრო მეტ სიკვდილიანობას იწვევს საქართველოს გზებზე. მეორე მიზანი ამ კანონპროექტის მიღებიდან გამომდინარე არის, რომ როგორც პარლამენტმა, ისე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ისე მთლიანად საზოგადოებამ უნდა გაიაზროს თუ ამხილად კივილთან, ტრაგედიასთან, ფინანსურ, სოციალურ დანახარჯებთან გვაქვს საქმე ყოველდღიურად. თუ არ შევაჩერეთ ეს პანდემია გზებზე, შესაძლებელია რომ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დადგეს კიდევ უფრო საზოგადოება. საქართველოს მთავრობას მიმართავთ კონკრეტული რეკომენდაციებით, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები და გატარდეს პრევენციული ღონისძიებები, იმიტომ რომ მდგომარეობა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით არის კატასტროფული და ის მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც არის უკონტაქტო პატრულირება, ასკულიანი მართვის მიწმობა, აი ამ საკითხზე მსჯელობა პარლამენტში არ დაწყებულა. ჩვენ სწორედ ამას ვაპროტესტებთ, ამ დამოკიდებულებას ვაპროტესტებთ და ვითხოვთ, რომ გახდეს პრიორიტეტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება საქართველოს პარლამენტში. როცა ჩვენზე ძალიან ხშირად საუბრობენ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ევროპის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევების საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხის, ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ბლიან იმიჯზე და უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ტურისტულ პოტენციალზე და ვიზიტორებზე, ვისაც სურს რომ ჩვენ ქვეყანაში ჩამოვიდეს და იყოს ასევე მონაწილე საგზაო მოძრაობის გვინდა რომ კიდევ ერთხელ დღევანდელი ჩვენი შეხვედრით ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ 600 დაღუპული და 8000-მდე დაშავებული ადამიანი საქართველოსთან პატარა ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი ციფრი. მაშინ განსაკუთრებით როცა შეგვიძლია რომ სწორი დაგეგმარებით სახელმწიფოს მხრიდან, სწორი ჩართულობით და სწორი ინტერვენციით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება და 600 ადამიანის ყოველდღიურად გადარჩენა საქართველოში.